და ნომერი 1. მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი როგორც ხარ, ნიშნავს მიიღო და გიყვარდეს სამყარო ისეთი როგორც არის. მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი ნიშნავს მიიღო და გიყვარდეს მთელი სამყარო ისეთი როგორც არის. რადგან სამყარო შენით იწყება და შენით თავდება. შენ ხარ სამყარო. ძალიან სულსწრაფი. მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი როგორც ხარ, ნიშნავს მიიღო და გიყვარდეს მთელი სამყარო ისეთი როგორც არის. აქ აღარ არსებობს განსჯა, რადგან ყოველ წამს როცა განსჯი, ვის განსჯი თუ არა საკუთარ თავს. Check the sound. ვიწყებთ. ვინ ვარ მე და რა მინდა? უცნაური კითხვები. მოკლედ, რისი თქმა მინდა? საერთოდ არ მახსოვს რისი თქმა მინდა. კითხვები მინდა, რომ ვინმე დამისვას რა. ალბათ მე ძალიან ადვილი იქნება, როცა თქვენ დაიწყებთ კითხვების დასმას, დეოს ქვევით, კომენტარებში. მე უფრო გამიადვილდება, რომ გეკონტაქტოთ. ეხლა საერთოდ ვერ ხვდები. საიდან დავიწყო? რატო დავიწყო? როგორ გავაგრძელო? საინტერესოა. უბრალოდ შეიძლება რომ ხმამაღალი იყოს ეს ყველაფერი? მეგონი ნენდელა ყველაფერს ვისწავლეთ. როდესაც ყურებში ისმის ძალიან კარგია. გამარჯობა. მე არჩილი ვარ. მინდა დავიწყო და არც ვიცი საიდან დავიწყო. მაგრამ ის ვიცი რომ უბრალოდ უნდა დავიწყო. YouTube დღევანდელ სამყაროში არის ყველაზე კარგი პლატფორმა. რადგან აი ესე, როგორც ახლა მე ვზივარ უბრალოდ და ჩემს ფიქრებს ვაზიარებ, ასე შეუძლია ადამიანი დაჯდეს და გააზიაროს თავისი ფიქრები. რეგზე ვარ. დავიწყოთ. ვინ ვარ? არ ვიცი. ეხლა არ მითხრა რომ ეს არ იწერს, თორე შეიძლება გამო. ჰეი. ვინ ვარ? ეს არის ალბათ ფუნდამენტური შეკითხვა. არ ვიცი. მე რაც ვიცი არის ის, რომ როცა დავიბადე, არჩილი დამარქვეს. ალბათ მაინც ხო, სად გავჩერდი? ვინ ვარ? ეს არის ალბათ ყველაზე ფუნდამენტური კითხვა, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს დაუსვას. არ ვიცი. არის ასევე ალბათ ყველაზე ფუნდამენტური პასუხი, რაც შეიძლება საკუთარ თავს გასცი. თუმცა აქ არის ერთი თუმცა. მე ვარ უბრალოდ ადამიანი. აღარ მინდა კიდევ რამე სახელი დავარქვა საკუთარ თავს. მინდა უბრალოდ დავიცალო, გავნულდე. რა საჭიროა ამდენი სახელი? გარეთ ძაღლებიღებ. ცხოვრებაში ბევრს გავივლით, ბევრსაც გამოვივლით, გადავივლით, ავალთ, ჩავალთ. მაშინ, როდესაც რაღაც სახელებს ეძახით საკუთარ თავს. თითქოს ამ კითხვაზე, ვინ ვარ უკვე პასუხი გაცემული. ალბათ დღეიდან YouTuber-ი უნდა დამერქვას? მაგრამ არ მინდა.
მოდი თავს შევიკავებ. მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი ამ ძაღლის ეფას დედამ დავბრუნდით. ესე იგი, სად ვიყავით? მოდი აბა სადოთ რომ ეს აი აქ იყოს. აბა ესე უკეთესია? თუ როგორაა ეს ყველაფერი ახლა მე შენ მითხარი. თუ მე მგონი ისევ აქ ჯობია. ალბათ დღეიდან იუთუბერი უნდა დამერქვას. მოდი მე არ ვიქნები იუთუბერი, მე ვიქნები უბრალოდ ადამიანი, რომელიც საკუთარ ფიქრებს გაგიზიარებთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ჯადოსნურ სამყაროში თქო. და მართლაც და ეს სამყარო ჯადოსნურია. უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. ამ ჯადოსნობას სადღაც ხვაგან ვეძებთ. გრძელდება. თა ესეთი ვიდეოები მინდა იყოს, როცა არაფერს ავშვებ. ფიქრისთვის მაქვს დრო, ვიფიქრებ რა ხმამო. არანაირი მიზანი, არაფერი მიზანი არ არის. რა მინდა? მინდა რომ დაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, სად დავინახე სამყაროს ჯადოსნურობა. როგორ დავინახე სამყაროს ჯადოსნურობა. როგორ დავიჯერე სასწაულის, რომელსაც ქვია ეს წამი. მარტო ეს წამია სასწაული. სხვა წამი უბრალოდ არც არსებობს. ამის ჯადოსნურობა მარტივად იხსნება თვითონ წამის არსებობით. რადგან თუ არა ეს წამი, აბა რა. ეს 1 აპრილი. მოტყუება ადვილი არ არის. მაგრამ როცა ხდები, რომ ერთადერთ ვისაც ყოველთვის ატყუები და მოტყუებულიც ხარ შენ, უბრალოდ ტყუილი ძალას კარგავს. მე ხდები, რომ ყველაფერი რაც ხდებოდა ხდება და მოხდება შენი შექმნილი ზღაპარია. შენ ხარ ავტორი. წამის ჭეშმარიტება. ერთადერთი ადგილი, ერთადერთი დრო, სადაც შემიძლია შევიცნო სამყარო არის აქ და ახლა. ერთადერთი გზა სამყაროს შესაძლებლად არის საკუთარი თავი. საკუთარი თავის შეცნობა მიყევი დინებას თქო, შემოვუძახე ჩემს თავს თიზერში და დინების მიყოლა ჩვენგან მოითხოვს მივენდოთ აი ამ წამს. ანუ ეხლა მე ამ წამს თუ არ მივენდე, ვეძებ. როგორც კი ნდობას ვიბრუნებ, პოულობ. ამ ნდობის პოვნას ფორმულები განაპირობებს. ეს ფორმულები ყოველთვის ჩვენს თვალწინ არის, სამყაროს თავარი ფორმულები. და რაც უფრო მეტი იცი ასეთი ფორმულა, მით უფრო ეს ფორმულები გეხმარებიან, რომ აწყოში ოპერირებდე. არ გაგექცეს გონება წარსულში, არ გაგექცეს გონება მომავალში. ხვალ ყველაზე დიდი ტყუილია.
ხვალ არ არსებობს. ჩდება მე კითხვა თუ ხვალ არ არსებობს, აბა რა არსებობს. აბა რა არ ვიფიქრო ხვალეზე, არ დავგეგმო? არ დაგეგმო. აი რამდენიც დავგეგმე, იმდენჯერ ვერ ვქენი. სანამ არ ვქენი. და ეს ვქენი დაგეგმაში არ ხდება. ქენი ხდება უნდა ვშვრა. ნეტავი კატად მაქცია გავგორდებოდი მიწაზე, ცალ ფეხზე დავიკიდებდი, რაც ხდება დედამიწაზე. აი ამაშია ნდობა. მიენდე მიყევი დინებას. კატებმა ეს ყველაზე კარგად იციან. აუცილებლად იქნება ცალკე ვიდეო, სადაც გავიცნობთ კატებს. დინების მიყოლას წმენა სჭირდება. ნდობა ამ წამის. მაგრამ ვაი რომ ნდობა თითქოს და რთული საფოვნელია. თუ მას გარეთ ეძებ. რა იგულისხმება? ნდობა მარტო ერთი არსებობს. როგორც სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ ერთი არსებობს და შემდეგ ხდება გაურება, გასამება, გაათასება და აქ მოდის მერე დაყოფა. ნდობაც და ყველაფერი სხვაც არის ერთი. საკუთარი თავის. შენ თავს ან ენდობი, ან არა. სამყარო სარკის პრინციპით მუშაობს. სარკეს თუ არ გავუღიმებ, არ გამიღიმებს. ამიტომ გაიღიმე, პატარა თენდება. გაიღიმე.